ჩემთვის ევროკავშირი და ევროპული ორიენტირი და ევროპული მიზიდულობის ცენტრი გვაძლევს იმას, რაც ჩვენ ყველაზე ძვირფასი გვაქვს. ჩვენი იდენტობის შემკვრელია. ეს ადგილი არის ერთ-ერთი ისეთი ადგილი, სადაც ევროპა თავის ძალას ავლენს. რატო? ეს არის მაგალითად ის უბანი, სადაც სხვადასხვა ეთნოსი, სხვადასხვა კონფესია, სხვადასხვა სავაჭრო თუ ადგილობრივი ენერგიები ყოველთვის ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ამ ქალაქს, ამ ადგილს, ამ კონკრეტულ უბანს. და ეს წესები ისტორიის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ჩვენც და ევროპამაც ერთდროულად, იმიტომ გვაქვს საერთო, რომ მივაგენით ამ თანაარსებობას, ამ წონასწორობას, ამ ჰარმონიას. ეს ჰარმონია არის ბუნებაშიც, ეს ჰარმონია არის სოციალურ ცხოვრებაშიც, ეს ჰარმონია არის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. არ არსებობს რომელიმე მნიშვნელოვანი რამ, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველაფერი რომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი რომ თანაარსებობაში უნდა იყოს, ყველაფერი რომ წონასწორობაში იყოს და რაც მთავარია, რასაც ქრისტიანული დოგმები გვეუბნებიან და გვასწავლიან, რომ ეს არის ადამიანის გარშემო და ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემა. ეს ის ადგილი, ამ ადგილს სხვა ცუდი მაგალითებიც გააჩნია და ის ცუდი მაგალითები რო არ იყოს, იმიტომ ჭირდება ევროპა. რუსეთი გვართმევს, მინერალებს გვართმევს და ჩვენ ისტორიულ ცოდნას, წარსულს და იდენტობას გვინგრევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 9 მაისი, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე აწმყოში გრძნობდეთ ამ თანაარსებობის მნიშვნელობას. აი ხვალ 160 დღეზე მეტი რომ გავიდა პროტესტის რა ეტაპზე ვართ და მთავარი სათქმელი რა უნდა იყოს? ერთმანეთს რა უნდა უთხრათ და რა უნდა უთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვხედავენ ხო? 10160 დღე ვიდგებით კიდევ, სანამ არ მივახცევთ ამ წონასწორობას, იმას, რაც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ დღეების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ხარისხს და ეს ხარისხი არის უმაღლესი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ესეთი ძლიერი და ესეთი თვითგამორკვეული და ესეთი კონსოლიდირებული საუკეთესო ტვინები და ერი არ ყოფილა. ამიტომ დაე გაიმარჯოს საქართველოს. არ ემუქრება აი ამ არ ემუქრება. გამორიცხულია. ევროპა გვეხმარებოდა ჩვენ ჯერ კიდე იმ დროიდან, როდესაც ევროკავშირის მაგივრად მათ ევროპული თანამეგობრობა ერქვათ, ეს არის ბნელი 90-იანები, ისინი ჰუმანიტარული დახმარებით ყველანაირად გვერდში გვედგნენ და დღესაც ისინი ყველანაირად ქართულ ხალხს უდგანან გვერდში, ეხმარებიან მათ ტრადიციებს, მათ კულტურის ძეგლებს დაცვაში და ასე შემდეგ. ასევე ევროკავშირი და ევროინტეგრაცია ნიშნავს განათლების უფრო მაღალ დონეს, სოციალური ცხოვრების უფრო მაღალ მწვერვალს. საქართველოს სლოგანი არის ძალა ერთობაშია და ძალა მართლაც ერთობაშია, რუსეთს ეშინია ერთიანი საქართველოსი. ამიტომ ჩვენი ერთადყოფნა, ერთადგომა და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება ზუსტად ჩვენს ერთობაში და ჩვენი ერთობით რუსულ რეჟიმსაც მოვერევით და საქართველოს დავაბრუნებთ ძველ კურსზე. ხოლო ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბრძოლა არ შევწყვიტოთ, რეჟიმი ერთ და ორ დღეში არ იშლება. ამის დიდი პროცესი არის და ზუსტად ამ პროცესში ვართ. ახლაც 160 დღიანი პროტესტი არის ამის სრულყოფა, რომ ეს ასე ვთქვათ პერიოდი კიდევ გრძელდება, ქართველი არ დანებებულა და ისევ დგას იმ ასე ვთქვათ არჩევანზე, რომელიც გააკეთა მან უკვე წლების წინ. ხუთი შეკრების ადგილია, ესენი არის პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, აულაბრის მეტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ ხუთი ლოკაციიდან ყველანი ერთად გამოვლენ მარშით და საბოლოო წერტილი გვაქვს ევროპის მოედანი, სადაც საბოლოოდ ყველანი გავერთიანდებით, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ აქაც და სიტყვით გამოსვლები იქნება და საბოლოოდ ძალიან ლამაზად დავამთავრებთ დღეს და შიგადაში იქნება ლამაზ-ლამაზი პერფორმანსები. ხვალ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ღირებულებითი კავშირი, ჩვენი იდეალები, მისწრაფებები, რომელიც მარტო ჩვენი თაობის არ არის, რაც საქართველოს არსებობს, მისი კულტურა, მისი სახელმწიფოებრიობა, სწორედ აი აქ ამ ადგილზე მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ამტკიცებდა თავის ღიაობას სამყაროსთან, თავის ცივილიზაციურ ღირებულებებს და ფასეულობებს და არჩევანს და ეს ადგილი დაკავშირებულია სწორედ იმ არჩევანთან და იმ ღირებულებებთან, რის გამოც ჩვენ ვიკრიბებთ. რის გამოც შარშან აქ 200,000-მდე ადამიანი იყო და სწორედ ამ ღირებულებებს ახმიანებდა და ამ ღირებულებებს იცავდა. ამ ღირებულებების გამო არიან ადამიანები 50 სინდისის პატიმარი ტყვეობაში და ჩვენ გრძნობთ ამ პასუხისგებლობას, რადგან
სწორედ ისინი იძლევიან ძალას, ხნეობას, ვაჩვენებენ ბრძოლის მაგალითს, თუ როგორი არის ეს ბრძოლა. და მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენი ერთობა ამ იდეალების, ამ ღირებულებების გარშემო, რომელიც საქართველოში მხოლოდ ბრძოლით ყარდებოდა და იძენდა სხეულს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ერთგულებას ამ ღირებულებების მიმართ, რასაც ქვია საქართველოს ღიაობა, საქართველოს ღია მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში, არა იზოლაციაში, არა დეგრადაციაში და არა იმ უბედურებაში, რასაც უქადის რუსული ოცნება საქართველოს. ევროკავშირი დაკავშირებულია ყველაზე დაცულ სივრცესთან ასოცირდება. ყველაზე მშვიდობიან, დაცულ, ბედნიერ სივრცესთან, სადაც ადამიანი თავისუფალია, სადაც ქვეყნები იცავენ საკუთარ კულტურულ იდენტობას, თავის კულტურას და ვითარდებიან ამავე დროს, სადაც ხალხი არის ეკონომიკურად ბედნიერი, სადაც ჯანდაცვა არის ისეთი, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ნატრულობს არა ევროკავშირის წევრ. ძალიან ბევრი შეგვიძლია თელი დღის განმავლობაში ვისაუბროთ წიგნებს, სპექტაკლებს, სადაც წარსული აწყო და მომავალი ჰარმონიულად ხვდებიან ერთმანეთზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თელი თავისი ღირებულებებით. სამართლებრივი, ეკონომიკური, თავისუფლების, განვითარების, მომავლის, ჯანდაცვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანი ბავშვობაში, ადამიანის დასრულობაში, ადამიანი მოხუცებულობაში. ყველა ჯერზე, ყველა ეტაპზე ადამიანი არის პირველ ადგილზე. აი ეს არის ევროკავშირი და რა გვაშორებს მასთან. და ვინ გვაშორებს მასთან? ეს კითხვა ხშირად უნდა დაუსვათ ჩვენ თავს. და უნდა გავანძრიოთ თუ არა ხელი, გული და გონება იმისათვის, რომ ეს შემაფერხებელი ფაქტორები და ის შემაფერხებელი ფაქტორები, ვინც ამ სანუკვარ იდეასთან გვაშორებს, რაღაცნაირად გაუვნებელყოთ. თითქმის ყველა მთავრობის დროს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ფაქტიურად საქართველოს სვლა იყო ევროპისკენ. და მოხდა ის, რომ ბოლო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქართველ ხალხს ეს გზა შეუცვალოს და წაიყვანოს იქ, სადაც არ არის მთავარი დემოკრატიული ღირებულებები, არ არის მთავარი ადამიანი, ადამიანის ბედნიერება, ადამიანის აზროვნება, თავისუფლად თავისი საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც თავისთავად იწვევს განვითარებას. ჩაკეტილ სამყაროში, სადაც ესეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, სადაც არის ფაქტიურად დიქტატურა. ამ სამყაროში ფაქტიურად არის ჭაობი. დგას ყველაფერი და ამ ჭაობში ადამიანი არის უბედური და ჩვენ უბრალოდ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ვისწრაფვით ბედნიერებისკენ, ვისწრაფვით განვითარებისკენ, იმიტომ რომ ეს ქვეყნები სხვა ქვეყნის კულტურას, კულტურულ იდენტობას იღებენ, პატივს სცემენ, გვერდით აყენებენ და რაღაცნაირად მდიდრდებიან, ისევე როგორც გავმდიდრდებით ჩვენ მათთან ერთად ყოფნით. ხვალ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ დიახ, ჩვენ მიუხედავად დაშინებისა, წამებისა, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სადაც რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, მაინც არ გავტყდით და ეს ნება ისეთი ძლიერია, რომ ამას ვერაფერი ვერ მოერევა. აი ეს არის ხვალინდელი აქტი, ჩემთვის არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ანუ როგორ უნდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც მე ქართული ოცნება მთავაზობს. ვერ ვიცხოვრებ, ანუ მე ვერ გავაკეთებ იმ ფილმს, რომელიც მე მინდა, მათი დაკვეთით, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ აქამდე ესე მიცხოვრია. ასევე ჩვენ კინოინდუსტრიამ უკვე წლებია ევროპასთან დავამყარეთ ძალიან მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ ევროპული კოპროდუქციის გარეშე ქართული კინო არ იქმნებოდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის მერე ეს გზა გავჭერით და დღეს ფაქტიურად ამას ყველაფერს გვიჩერებენ. ანუ გამოდის, რომ
გამოდის რომ არ უნდა ვისუნთქო, არ უნდა ვიაზრონ, ანუ როგორ უნდა ვიყო. ამიტომ შეუძლებელია გაჩერება, ამიტომ ვერ გაჩერდება ეს ხალხი.